მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს. ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები, ყოფილი საჯარო მოხელეები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ საჯარო მოხელეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ის, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს, ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. მერიასთან შეკრებილების თქმით, სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის თბილისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლება და იმ ადამიანების საჯარო სექტორიდან განდევნაა, ვინც საქართველოს ევროპულ კურსს უერთგულა. ჩვენ მყავს ათასობით ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც იდგა და დგას ამ პროტესტის ავანგარდში. მათ ნაწილზე ჩვენ ვხედავთ, როგორი სამარცხვინო ფორმით იძიეს შური და სამწუხაროდ თბილისის მერია აქაც იყო გამორჩეული, იმიტომ რომ ნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი სამარცხვინო და მხდალი ფორმით გათავისუფლებული. და ნახეთ პირდაპირ მუქარა კალაძის მხრიდან, რომ ის დაანონსებდა რეორგანიზაციას და ამ ადამიანებს გაათავისუფლებდა სამსახურიდან. ეს რეორგანიზაცია დაწყებული არის კანონის სრული დარღვევით. მოაზროვნე ადამიანები ამ ქვეყანაში, თუ კი მართლა რაღაც შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის, შენი ქალაქისთვის, გულწრფელად გააკეთო ეს სიკეთე და ყოველგვარი რაღაც მერკანტილიზმის გარეშე, ასეთი ადამიანები უბრალოდ იდევნებიან და ჩვენ ამის მომსწრე გავხდით. საჯარო მოხელეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთანაც. აქციაზე იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, ასევე 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად გაუქმებული პარლამენტის კვლევის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ. ეს ყველაფერი ჩემი აზრით სცილდება და უფრო მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დევნა. ღიად გაკეთებული განცხადებების შემდგომ მალევე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ღიად დაგვიანონსეს წმენდა საჯარო უწყებებში. და სწორედ ამის შემდგომ პარლამენტმა უკვე მიიღო დაჩქარებულად ის კანონი, რომელიც გახდა სისტემისთვის ბერკეტი, რომ განსხვავებული აზრის, განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლები მარტივად გაათავისუფლონ დაკავებული პოზიციები. თბილისის მერია ამბობს, რომ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ უკავშირდება და რომ ეს მხოლოდ რეორგანიზაციის ნაწილია. ჩვეულებრივი სისულელია, ჩვენ რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი განთავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და ვერ ასრულებს თავისი უფლება მოვალეობას შესაბამისად. როდესაც იმთავრდება ხელშეკრულება, შენს თანამშრომელს, შენ იღებ გადაწყვეტილებას, მას გაუგრძელო, ის გჭირდება თუ არ გჭირდება, ან ასრულებს თუ არ ასრულებს დავალებას და სამსახურეობრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე. 2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და რაც ასობით საჯარო მოხელე მმართველი პარტიის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას გაემიჯნა, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. ახალი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა.